2009 წლის 15 ივნის თბილისში პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი ახალგაზრდების მშვიდობიანი აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს და ათეულობით მომიტინგე დააკავეს. ორბის ეს პოლიციელები და მეც მორბი ვარ. დაზარალებულებს შორის იყო ვახუშტი მენაბდეც, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა და აქციას მონიტორინგს უწევდა. პოლიციელებმა შემნიშნეს მე ჯერ მარცხნიდან, ხოლო შემდეგ მარჯვნიდან ხელკეტი და პოლიციის მუშტი მოხდა, უკვე მეორე დარტყმა წამაქცია და რამდენიმე ადამიანი შეიძლება 10-ც კი ფიზიკურად გამისწორდა, სწორედ აი ამ ხიდთან საკმაოდ ძიმე დაზიანებები მქონდა, ტვინის შერყევა, სახეზე ძვალი გატეხილი და სხეულის დაჟეჟილობები. ვახუშტი მენაბდის მსგავსად პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ათეულობით მოქალაქე გახდა, მათ შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. აქციის დარბევის საქმეზე ძიება პროკურატურამ დაიწყო, თუმცა პოლიციელთა მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისათვის პასუხისგებაში არავინ მისცა. ამის შემდეგ დაზარალებულებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მათ უფლებებს სტრასბურგში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. 2015 წელს საიეს წარმოებაში არსებულ 4 საქმეზე ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინებები. ამ განჩინებების საფუძველზე მთავრობას დაეკისრა ვალდებულება ეროვნულ დონეზე აწარმოოს ეფექტური გამოძიება მომჩივნების ფიზიკური დაზიანების, სიცოცხლის უფლების დარღვევის ან ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლებებთან დაკავშირებით. ნინო ჯომარჯიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ აქციის დარბევისას მოქალაქეთა უფლებები დაირღვა და მათი საქმეების გონებრივ ვალდაში გამოძიების ვალდებულება აიღო. რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, დაიკითხნენ თუ არა კონკრეტული პირები, ასევე დაზარალებული სტატუსი მიენიჭა თუ არა საიეს დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, თუმცა მთავარი პროკურატურიდან მიღებული პასუხები არის ძალიან ზოგადი ხასიათის. დღეის მდგომარეობით საიეს წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება ეფექტურად არ სრულდება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოსთვის 1999 წლიდან სავალდებულოა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით კი საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ სტრასბურგის განაჩენების ეფექტიანი შესრულებისათვის ზოგად და ინდივიდუალურ ღონისძიებებს გაატარებდა. ინდივიდუალურ ზომებში შედის, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრის განთავისუფლება, კომპენსაციის მიცემა, პატიმრის წამების მსხვერპლი პატიმრისათვის, ან საქმის განახლება ეროვნულ დონეზე. ზოგად ზომებთან დაკავშირებით უფრო მეტი პრობლემა ეს არის პრაქტიკის შეცვლა. ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში უთქვამს, რომ აუცილებელია სწორი პრაქტიკა დანერგოს პროკურატურამ. დღემდე ანალოგიური პრაქტიკაა დანერგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადი ზომები არ არის გატარებული. ანუ არ არის აღსრულებული ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი ზომების ნაწილში. ევროპულ სასამართლოს დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით ყოველწლიურად ათეულობით საქართველოს მოქალაქე მიმართავს. ზოგი მათგანის ინტერესებს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარა ავალიანი ამბობს, რომ ევროსასამართლომ პატიმრებზე განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც განიხილა და საქართველოს ხელისუფლებას მათთვის კომპენსაციის გადახდა, ხოლო მათი საქმეების ეფექტური გამოძიება დაავალა. რამოდენიმე საქმეზე სახელმწიფომ აღიარა, რომ კონკრეტული მსჯავრდებულების წამება დაწესებულებებში მოხდა, პირების აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე, ისინი ითხოვენ, რა თქმა უნდა, როგორც კომპენსაციას, ასევე გამოძიების განახლებას, წამებელთა იდენტიფიცირებად და მათ დასჯას. კომპენსაციებიც მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან არაადეკვატური, მიზერული იმ ზიანთან შედარებით, რაც მსჯავრდებულებს თუ ამა თუ იმ პირს მიადგა. მაგალითად, წამების მსხვერპლს, რომელიც არის შშმ პირი, წამების და არადანი მოპყრობის შედეგად 4000 და 3000 ევრო არ არის ექვივალენტური იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით კომპენსაცია საქართველოს ხელისუფლებისგან ვახუშტი მენაბდემაც მიიღო. ეს კომპენსაცია უნდა ყოფილიყო გაცილებით მაღალი, ვინაიდან აქ საქმე გვაქვს ჩვენ არაადამიანურ მოპყრობასთან. თანხა იყო იმდენი, რამდენიც ადეკვატური იქნებოდა უკანონო დაკავებასთან და გამოუძიებლობასთან მიმართებაში. ამ თანხაში არ შევიდა არაადამიანური მოპყრობის ნაწილი. თუმცა ხშირად ფულადი კომპენსაციის ნაცვლად დაზარალებულ მოქალაქეებს დანაშაულის გამოძიება სჭირდებათ.
განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი სტუდია მონიტორთან აცხადებს, რომ გამოძიება როგორც წესი ასეთ შემთხვევაში ჭიანურდება. ჩვენ დღემდე იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებით არის მიღებული, ევროსასამართლოში გამოძიების განახლების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ზოგს დაზარალებული სტატუსიც არ აქვს, მაგალითად მინიჭებული, საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს და სხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის სათანადოდ აღსრულებული. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროა. საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამოქალაქო სექტორის შენიშვნებს არ ეთანხმება. აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელზეც დარღვევა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ, ან განჩინება გამოვიდა მორიგების თუ ცალკეული დეკლარაციის მეშვეობით, აბსოლუტურად ყველა საქმეზე ხელახალი გამოძიება არის დაწყებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, უმეტეს შემთხვევაში ეს არის საქართველოს მთავარი პროკურატურა და ყველა შემთხვევაში კონკრეტულ დაზარალებულებთან აქვს საგამოძიებო ორგანოს აქტიური კონტაქტი. ჩვენ პროკურატურას ვკითხეთ, რა ეტაპზეა ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების გამოძიება და რატომ არ აქვთ ინფორმაცია საქმის შესახებ დაზარალებულებს. პროკურატურამ კითხვაზე არ გვიპასუხა. 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით ევროპულ სასამართლოს საქართველოსთან მიმართებით 288 გადაწყვეტილება განჩინება ჰქონდა გამოტანილი. მათგან 50-ზე მეტ საქმეზე აღსრულება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დაზარალებულები მათზე განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისათვის კონკრეტული პირების დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, თუ კი საქართველოს ხელისუფლება საქმის ძიებას გონივრულ ვადაში არ დაასრულებს, ისინი ევროსასამართლოს ხელახლა მიმართავენ. ჩემი თვალით ხედავდი ადამიანებს, რომელსაც უმოწყალოდ სცემდნენ, აყერებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ზოგიერთ შემთხვევაში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უბრალოდ გადაადგილება არ შეეძლოთ ადამიანებს. ხადია არსებობს პასუხისმგებელი პირი, ვინც ესეთი ბრძანება გასცა. გადაწყვეტილება ვინც მიიღო, უპირველეს ყოვლისა სწორედ იმ ადამიანის მიმართ უნდა გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი.